ადამიანებს უამრავ კითხვაზე გვიწევს პასუხისგაცემა. პირველი კითხვას ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში ვპასუხობთ. XX ქრომოსომით მოვავლინებით სამყაროს თუ XY-ით. ჩვენი სქესის ჩამოყალიბება XY ქრომოსომების კომბინირებით ხდება. სქესი ჩვენი ბიოლოგიური ნაწილია და არა მხოლოდ ჩვენს გენიტალიებს, არამედ განსხვავებულ ფიზიკურ მახასიათებლებსაც განსაზღვრავს. ბიოლოგიური სქესის გარდა სქესის სოციალურ-კულტურული განსაზღვრება, გენდერი არსებობს. გენდერი კულტურულ სტერეოტიპებსა და საზოგადოების მიერ დადგენილ სოციალურ როლებს ეფუძნება და ქალსა და კაცს შორის გამყოფ ხაზებს ავლებს. უკარნახობს, როგორ უნდა ცხოვრობდნენ ქალები და მამაკაცები, რა უნდა ეცვათ, როგორი ვარცხნილობა ჰქონდეთ, ვინ უყვარდეთ და ასე შემდეგ. თუმცა შესაძლოა ადამიანის ემოციური და სექსუალური მისწრაფებები საზოგადოების უმეტესობის მიერ დადგენილ გენდერულ როლებს არ დაემთხვეს. ამ სამყაროში ბევრი რამ გვაბნევს, მათ შორის სექსუალური ორიენტაციის მრავალფეროვნება. თუმცა ერთი შეხედვით გაუგებარი რამ შესაძლოა მარტივადაც აიხსნას. ჩვენი სექსუალური ორიენტაცია მეორე ადამიანის მიმართ ჩვენი სექსუალური მიზიდულობაა. სოფლიო მოსახლეობის უმეტესობა ჰეტეროსექსუალია და საპირისპირო სქესის წარმომადგენლები იზიდავს. ამიტომ ხშირად ჰეტეროსექსუალობა ერთადერთ ნორმადაა აღქმული. სინამდვილეში კი სხვა დანარჩენი ორიენტაციებიც სავსებით ნორმალურია. ჰეტეროსექსუალებისგან განსხვავებით ჰომოსექსუალებს თავისივე სქესის წარმომადგენლები იზიდავენ. ბისექსუალებს ორივე სქესის მიმართ შეიძლება გაუჩნდეთ სექსუალური ლტოლვა. ან სექსუალების მიზიდულობის ობიექტი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ქალად ან კაცად არ აიდენტიფიცირებს. ასექსუალების შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა. მათ სექსუალური მიზიდულობების საერთოდ არ აქვთ, რაც შეიძლება ინტერესისა და ლტოლვის ნაკლებობით იყოს განპირობებული. მეცნიერების აზრით სექსუალური ორიენტაცია გენეტიკური, ჰორმონალური და ბიოლოგიური ფაქტორების ერთობლიობაა. შესაბამისად, სექსუალური ორიენტაციის არჩევა ჩვენს ძალებს აღემატება. ჩვენი შინაგანი ხმა კი, რომელიც ჩვენს სურვილებს და გენდერულ გამოხატულებას გვარნახობს, თანდაყოლილია და ქრომოსომებთან ერთად ჩანასახიდან მოგვყვება.